გამარჯობა, დღეს 30 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1968 წლის 30 მარტს დაიბადა კანადელი მომღერალი სელინ დიონი. მან მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო 1988 წელს, როდესაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მოიგო შვეიცარიის სახელით. მას არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული, მათ შორის 5 გრემი. 1986 წლის 30 მარტს დაიბადა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი. მან თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა მადრიდის რეალში, რომელსაც არაერთი წელი კაპიტნობდა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში. მას მოგებული აქვს ესპანეთის ჩემპიონატი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ, უეფა-ს სუპერთასი 3-ჯერ და კიდევ მრავალი სხვა ტიტული. სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად იზეიმა 2-ჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონობა. 1945 წლის 30 მარტს დაიბადა ინგლისელი გიტარისტი, მომღერალი და მუსიკოსი ერიკ კლაპტონი. 1937 წლის 30 მარტს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი ვორენ ბიტი. ის ცნობილია როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ოსკარზე ნომინირებული იყო 15-ჯერ და ერთხელ მოახერხა მისი მოგება. ვორენ ბიტი ოქროს გლობუსზე ნომინირებული იყო 18-ჯერ და 6-ჯერ მოახერხა მისი მოგება. 2001 წლის 30 მარტს დაიბადა რუსი ჩოგბურთელი ანასტასია პოტაპოვა. 1853 წლის 30 მარტს დაიბადა ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი ვინსენტ ვან გოგი. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, გენიალური და ამავე დროს ტრაგიკული მხატვარია ხელოვნების ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში თითქმის არაფერი გაუყიდია, დღეს მისი ნამუშევრები უდიდესი კულტურული სიმდიდრეა. 1746 წლის 30 მარტს დაიბადა ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი და გრავიორი ფრანცისკო გოია. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც თანამედროვე ხელოვნების მამას. მისი შემოქმედება მოიცავს კლასიკურ პორტრეტებს, პოლიტიკურ სატირას, საშინელ ოცნებებს და ადამიანური ბუნების სიღრმისეულ კვლევას. 1962 წლის 30 მარტს დაიბადა ამერიკელი რეპერი, მოცეკვავი და შოუმენი MC ჰამერი. 1979 წლის 30 მარტს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და მსახიობი ნორა ჯოუნსი. 1896 წლის 30 მარტს დაიბადა მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლადო გუდიაშვილი. მან 1946 წელს ქაშვეთის ეკლესიის კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. ის ასევე დაითხოვეს თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა.